ათწლეულების განმავლობაში იეჰოვას მოწმეებს ასწავლიდნენ, რომ არა მხოლოდ სხვისი სისხლის გადასხმა, არამედ საკუთარი სისხლის დონაცია, შენახვა და მოგვიანებით მისი გამოყენებაც ღვთის კანონის დარღვევა იყო. მოწმეთა ოფიციალურ პუბლიკაციებში ვკითხულობთ. სისხლის სამედიცინო მიზნით გამოყენება. ზოგიერთი პროცედურის დროს პაციენტის საკუთარი სისხლი გამოიყენება. ამაში შედის სისხლის დონაცია, ან ოპერაციამდე საკუთარი სისხლის შენახვა. ეს პროცედურები ქრისტიანებისთვის მიუღებელია. ასევე 2000 წლის 15 ოქტომბრის ჟურნალშიც პირდაპირ წერია, რომ საკუთარი სისხლის შეგროვება და შენახვა ეწინააღმდეგება ბიბლიურ პრინციპებს. სისხლი უნდა დაიღვაროს და არ უნდა შეინახონ. ეს არ იყო რაღაც ფურცელზე დაწერილი თეორია, ეს იყო აშკარა აკრძალვა, რომლის დაუმორჩილებლობა ძალიან ძვირად უჯდებოდა ადამიანს. თუ იეჰოვას მოწმე ოპერაციამდე ნებაყოფლობით დათანხმდებოდა თავისი ან სხვისი სისხლის გადასხმას და არ მოინანიებდა, ეს სერიოზულ დარღვევად ითვლებოდა და ამის გამო შეიძლებოდა კრებიდან გაერიცხათ. რის შედეგადაც ადამიანი სოციალურ წრეს დაკარგავდა. ანუ არჩევანი იყო არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ რელიგიური და სოციალური. 2026 წლის მარტს მოწმეების ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ საკუთარი სისხლის შენახვაზე და გადასხმაზე აკრძალვა მოხსნა. ორგანიზაციის ერთ-ერთმა წინამძღოლმა, გერით ლოშმა, ამ ცვლილების შესახებ დრიგის მოწმეებს ვიდეო მიმართვით აუწყა. წლების განმავლობაში, როცა საქმე სისხლს ეხებოდა, ჩვენ იმ მითითებითაც ხელმძღვანელობდით, რომელიც მოსეს კანონში, ლევიანების 17:13-ია ჩაწერილი. ქრისტიანებს აღარ მოგვეთხოვება მოსეს კანონის დაცვა, რომლის თანახმად სისხლი უნდა დაღვრილიყო და მიწით დაფარულიყო. გარდა ამისა, ბიბლიაში არანაირი მინიშნება არ არის საკუთარი სისხლის სამედიცინო მიზნით გამოყენების თაობაზე. ხელმძღვანელმა საბჭომ გადაწყვიტა, მეტი სიცხადე შეეტანა ქრისტიანის მიერ საკუთარი სისხლის გამოყენების საკითხში. ჩვენი პოზიცია ასეთია. თითოეულმა ქრისტიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ გამოიყენებს საკუთარ სისხლს სხვადასხვა სამედიცინო პროცედურის დროს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანს შეუძლია შეინახოს თავისი სისხლი, რომ მოგვიანებით საჭიროების შემთხვევაში გადაისხას. მიაქციეთ ყურადღება. ბიბლიაში არანაირი მინიშნება არ არის საკუთარი სისხლის სამედიცინო მიზნით გამოყენების თაობაზე. თუ ეს ასეა, მაშინ ჩდება პირდაპირი შეკითხვა. სად არის ბიბლიაში მინიშნება სხვისი სისხლის სამედიცინო მიზნით გამოყენების თაობაზე? თუ ორივე შემთხვევაში პირდაპირი მითითება არ არსებობს, მაშინ წლების განმავლობაში მოქმედი აკრძალვები ბიბლიიდან კი არა, ხელმძღვანელი საბჭოს მცდარი ინტერპრეტაციიდან მოდიოდა. და თუ ინტერპრეტაცია შეიძლება შეიცვალოს, მაშინ ის აბსოლუტური ღვთიური კანონი არ ყოფილა. რამდენიმე წლის წინ უხუცესებს ვკითხე. რამდენი იეჰოვას მოწმე გარდაიცვალა სისხლის გადასხმაზე უარის თმის გამო? უმეტესობას პასუხი არ ჰქონდა. ზოგი უბრალოდ დუმდა, ზოგი ამბობდა, რომ ასეთი შემთხვევები ალბათ უიშვიათესია. ზოგი მათგანი კი უბრალოდ თემას ცვლიდა. იეჰოვას მოწმეები არ არიან დაცული დაავადებებისგან, მათაც ისევე უწევთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან ბრძოლა, როგორც სხვა ნებისმიერ ადამიანებს. ასე თუ ისე ჯანმრთელობის პრობლემა ყველას გვაქვს. სამწუხაროდ ზოგიერთ ჩვენგან სერიოზულ დაავადებასთან უწევს ბრძოლა. არც ერთ ჩვენგანს არ გვსიამოვნებს იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება უბედური შემთხვევის მსხვერპლი გავხდეთ. ან კიდევ შევიტყოთ, რომ ძალიან მძიმე დაავადება გვაქვს, რის გამოც ჩვენი სიცოცხლე საფრთხეშია. ასეთ დროს თუ კი საქმე სისხლის გადასხმაზე მიდგება, რა თქმა უნდა, ყველას მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ერთგულება შევინარჩუნოთ. იეჰოვას არ მოუწია პირობა, რომ დღევანდელ დროში სასწაულებრივად გამკურნავდა. ჩრდილოეთ კანადის ერთ-ერთ ქალაქში მცხოვრები ერთი და ძალიან სერიოზულად დაშავდა. იგი თვითმფრინავით გადაიყვანეს უფრო დიდ სამედიცინო ცენტრში, სადაც მისთვის ინტენსიური თერაპია უნდა ჩაეტარებინათ. მახსოვს, ხშირად და-ძმები შუაღამისას გვირეკავდნენ. ვპასუხობდით საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტის წევრებისა თუ ექიმების ზარებს, როცა ვინმეს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებოდა.
მახსოვს ერთხელ შუაღამისას დაგვირეგეს, რადგან ერთ ახალ ნამშობიარებდას დიდი რაოდენობით სისხლი ჰქონდა დაკარგული. როცა მოწმეობის პერიოდში მსგავს ამბებს ვისმენდი, სტატისტიკით დავინტერესდი. ამიტომ ვეცადე სტატისტიკური მონაცემებისთვის მიმეკვლია, რათა მცოდნოდა რამდენი იეჰოვას მოწმე გარდაიცვალა სისხლის გადასხმაზე უარის თქმის გამო. ამის გასარკვევად მოწმეების გამოცემული თითქმის ყველა ჟურნალი და ბროშურა გადავიკითხე, მაგრამ ჩემი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ამიტომ ფიქრობდი, მონაცემებს ხომ არ გვიმალავენ მეთქი. ამგვარი გაურკვევლობა შინაგან დისკომფორტს მიქმნიდა. ვიცით, რომ ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა სტატისტიკურ მონაცემებს არ უმალავს მოქალაქეებს და საჯაროდ ხელმისაწვდომს ხდის მას. დღევანდელი ვიდეოს მომზადებისას ვეძებდი სანდო წყაროს და მივაკვლიე ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ სამთავრობო ვებგვერდს, სანდო და ლეგიტიმურ ვებგვერდს. ეს არ გახლავთ კერძო ბლოგი ან მოწმეების ორგანიზაციის მიმართ ტურად განწყობილი პირის სუბიექტური მოსაზრება ან რომელიმე გაზეთში დაბეჭდილი ჭორი. ეს ვებგვერდი შეიცავს სახელმწიფო სამეცნიერო არქივს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო სამეცნიერო ინფრასტრუქტურის ნაწილია. მასზე განთავსებულია ეროვნული მედიცინის ბიბლიოთეკა, რომლის არქივში ინახება მანამდე გამოქვეყნებული სანდო და ოფიციალური სამეცნიერო სტატიები და მასზე განთავსებული ინფორმაცია ფართოდ გამოიყენება მკვლევარების, ექიმების და აკადემიური ინსტიტუტების მიერ მთელ მსოფლიოში. ამ ვებგვერდზე ვკითხულობთ. ყოველწლიურად დაახლოებით 1000 იეჰოვას მოწმე იღუპება სისხლის გადასხმაზე უარის თქმის გამო. თუ ამ სანდო ვებგვერდზე განთავსებულ მონაცემებს დავეყრდნობით, გამოდის, რომ დღეში დაახლოებით 2 იეჰოვას მოწმე კვდება სისხლის გადასხმაზე უარის თქმის გამო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სისხლის გადასხმის საკითხი მხოლოდ თეორიული არ არის, ის პირდაპირ ეხება ადამიანის სიცოცხლეს. წლების მანძილზე იეჰოვას მოწმეებს ასწავლიდნენ, რომ ღმერთი უშეცდომოა, შესაბამისად სისხლთან დაკავშირებული მისი ეს კანონები და პრინციპები უცვლელია. ამ ორგანიზაციის ასეთი სწავლების საფუძველზე იეჰოვას მოწმეები დღესაც უარს ამბობენ სისხლის გადასხმაზე. გსურს პატივი მივაგოთ შემოქმედს და დავიცვათ სისხლთან დაკავშირებული მისი კანონი. ღმერთმა პირველად ეს კანონი ნოეს ოჯახს მისცა. წარღვნის შემდეგ უთხრა, რომ შეეძლოთ ცხოველის ხორცი ეჭამათ, მაგრამ ერთიც დასწინა. ოღონდ ხორცი მის სულთან, სისხლთან ერთად არ ჭამოთ. ღმერთმა იგივე კანონი ისრაელ ერსაც მისცა. არ ჭამოთ სისხლი, წყალივით დაღვარეთ მიწაზე. ეს კანონი პირველ საუკუნეშიც არ შეცვლილა. ქრისტიანებმა მითითება მიიღეს, რომ მორიდებოდნენ სისხლს. იეჰოვას მოწმეები დღესაც ვიცავთ ამ მითითებას. რამდენიმე თვის წინ ხელმძღვანელობა მოწმეებს შეახსენებდა. გვესმის, რომ კანონებსაც თავისი ადგილი აქვს. არსებობს რაღაცეები, რაც ცალსახად სწორი ან არასწორია. ამ შემთხვევაში კანონები გვჭირდება. მაგალითად, იეჰოვა გვეუბნება, მოერიდეთ სისხლს. ამგვარად, როგორც ხვისი სისხლის გადასხმა, ისე საკუთარი სისხლის შენახვა და მოგვიანებით სამედიცინო მიზნით გამოყენება დაუშვებელი იყო. დარღვევა იწვევდა გარიცხვას. დღეს ეს აკრძალვა აღარ არსებობს. მაშინ კითხვა გარდაუვალია. ეს აკრძალვა ღვთისგან მომდინარეობდა თუ ხელმძღვანელის საბჭოს თვითნებური გადაწყვეტილება იყო? თუ ხელმძღვანელთა თვითნებური გადაწყვეტილება იყო, ვინ არის პასუხისმგებელი შედეგებზე? თუ სწავლება იცვლება, მაგრამ დაკარგული სიცოცხლეები აღარ ბრუნდება, პასუხისმგებლობის საკითხი თავისთავად დგება. გრძნობენ თუ არა ხელმძღვანელი საბჭოს წევრები თავს უხერხულად იმის გამო, რომ სასიცოცხლო მნიშვნელოვან საკითხებზე ბიბლიას არასწორად განუმარტავდნენ იეჰოვას მოწმეებს. როდესაც საკითხი ახლებურად იხსნება, უხერხულობის მომენტი არ გვაქვს და ბოდიშებს არ ვიხდით. იმის გამო, რომ წარსულში რაღაც საკითხები სხვანაირად გვესმოდა. დაბოლოს იბადება მნიშვნელოვანი კითხვები. რამ განაპირობა სისხლთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ცვლილება? ზედა ეშელონებში მყოფ რომელიმე ავტორიტეტული იეჰოვას მოწმეს ხომ არ დასჭირდა სისხლის გადასხმა. იქნებ სოფლიოში სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო საქმეებმა აიძულა ხელმძღვანელობა ცვლილებები მოეხდინა. ვინ არის პასუხისმგებელი იმ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, რომლებიც უარს ამბობდნენ ხელმძღვანელთა აკრძალვის გამო როგორც ხვისი, ისე საკუთარი სისხლის გადასხმაზე?
მართებთ თუ არა იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელებს საჯაროდ ბოდიშის მოხდა? გთხოვთ, კომენტარებში დაწეროთ, რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე. ახლა კი როგორც ყოველთვის, საუკეთესო სურვილებით დაგემშვიდობებით. ჯანმრთელად იყავით.